რაგბი ფიზიკურად ერთ-ერთ ყველაზე მომთხოვნ სპორტად ითვლება მსოფლიოში. ყოველ თამაში, რომელიც 80 წუთს გრძელდება, 2-15 კაციანი გუნდი იბრძვის ბურთის კონტროლისთვის და ფრე იშვიათად თუ ფიქსირდება, რაც უკომპრომისო ბრძოლასთან ასოცირდება. ყოველ 4 წელიწადში ერთხელ მსოფლიოს საუკეთესო სარაგბო გუნდები იკრიბებიან, რათა მსოფლიო თასზე ითამაშონ. ესაა მთავარი ტურნირი, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიო ჩემპიონად ითვლება. თუმცა ჩემპიონატი 1987 წლამდე არ დაარსებულა. არადა მე-20 საუკუნის განმავლობაში ნათელი გახდა, რომ დიდი სპორტული ღონისძიებები უზარმაზარ ფინანსურ მოგებას იძლეოდა. ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც პირველად 1930 წელს ჩატარდა ოლიმპიური თამაშების მსგავსად 4 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა და გახდა სანიმუშო სხვა სპორტებისთვის. ეს 4 წლიანი ფორმატი საკმაოდ პოპულარული იყო, რის გამოც ბევრმა სპორტმა დაიწყო საკუთარი მსოფლიოს ჩემპიონატების ორგანიზება. კალათბურთმა 1950 წელს, ჰოკეიმ 1971 წელს, ხოლო კრიკეტმა 1975 წელს. რაგბის მსოფლიო თასი კი თავისი ტრადიციული და მდიდარი ისტორიისთვის შეუსაბამოდ საკმაოდ გვიან დაემატა ჩამონათვალს. იმ დროში გარდა რეგულარული ტესტ მატჩებისა, მსოფლიო თასის ფორმატს მიმსგავსებული, თუმცა არა იმ მასშტაბით ტურნირები, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო ნაკრები იღებდა მონაწილეობას, მოიცავდა ისეთ შეჯიბრებებს, როგორიცაა ზაფხულის ოლიმპიური თამაშები და ხუთიერის ჩემპიონატი. რაგბი ოლიმპიურ თამაშებზე 4-ჯერ გაიტანეს 1900, 1908, 1920 და 1924 წლებში. ეს შეჯიბრებები სრულფასოვან ეროვნულ ნაკრებებს არ მოიცავდა და თითოეულ ღონისძიებაში როგორც წესი მხოლოდ 3 ან 4 ქვეყანა მონაწილეობდა. რაც შეეხება ხუთიერის ჩემპიონატს, რომელიც დღეს ცნობილია როგორც 6-იერი, იგი 1883 წლიდან ტარდება და ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო რაგბის ტურნირია, რომელშიც მხოლოდ ევროპული ქვეყნები მონაწილეობენ. არსებობს რამდენიმე ისტორია, რომელიც აღწერს რაგბის მსოფლიო თასის იდეის გაჩენას 1980-იან წლებამდე. ერთ-ერთ პირველ პიონერად მიიჩნევა ჰაროლდ ტოლჰერსტი, ავსტრალიელი მოთამაშე, რომელიც მოგვიანებით მსაჯადაც მუშაობდა. ამბობენ, რომ მან ასეთი ტურნირის იდეა ჯერ კიდევ 1950-იან წლებში წამოაყენა. მანამდე ჯერ კიდევ 1957 წელს გამოჩენილმა ფრანგმა სარაგბო მოღვაწემ ალფრედ ელუერმა რაგბის მსოფლიო თასის იდეა წამოაყენა, თუმცა საერთაშორისო რაგბის მმართველმა ორგანომ ეს იდეა მაშინ უარყო. 1979 წელს ავსტრალიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბილ მაკლაფლინმა შემოიტანა ინიციატივა, რომ 1988 წელს მსოფლიო თასი გამართულიყო, რაც ქვეყნის ორსაუკუნოვანი იუბილის აღნიშვნას დაემთხვეოდა. 1982 წელს ნილ დერდენ სმიტმა წამოაყენა შეთავაზება, რომ მსოფლიო თასი დიდ ბრიტანეთში ჩატარებულიყო 1980-იანი წლების შუა პერიოდში. მსოფლიო რაგბმა საკითხი განიხილა 1983 წლის მარტში, თუმცა მაშინ იდეა არ განხორციელდა. ამის შემდეგ იმავე წლის ივნისში გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც ავსტრალიამ წამოაყენა შეთავაზება, რომ პირველი მსოფლიო თასი მათ ემასპინძლად. 84 წლის მარტში ახალი ზელანდიაც შეუერთდა კამპანიას და ასევე წარმოადგინა საკუთარი კანდიდატურა, რომელიც საბოლოო ჯამში მეზობელ ავსტრალიას შეუერთდა საერთო მასპინძლის სტატუსისთვის. მომდევნო მსოფლიო რაგბის შეხვედრა 1985 წლის მარტში პარიზში გაიმართა. ცნობილია, რომ თავდაპირველად 4-ვე ერი ინგლისი, ველსი, შოტლანდია, ირლანდია წინააღმდეგი იყვნენ იდეის, ხოლო ყველაზე აქტიური მხარდაჭერები ავსტრალია, ახალი ზელანდია და საფრანგეთი იყვნენ. გადამწყვეტ მომენტად სამხრეთ αφრიკის დადებითი ხმა ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ მათ იცოდნენ ტურნირში მონაწილეობას აპარტეიდით გამოწვეული სპორტული ბოიკოტის გამო ვერ მიიღებდნენ. მათი მხარდაჭერის შემდეგ ინგლისის წარმომადგენლებმა შეიცვალეს პოზიცია, რასაც უელსიც შეუერთდა და მოგვიანებით სხვებიც აყვნენ. ასე დაარსდა პირველი რაგბის მსოფლიო თასი, რომელსაც ორგანიზება გაუწია საერთაშორისო რაგბის საბჭომ. სადებიუტო ტურნირი 1987 წელს გაიმართა და მას მასპინძლობდნენ ახალი ზელანდია და ავსტრალია. ტურნირის სტრუქტურა იგივე იყო, რაც სხვა მსოფლიო ჩემპიონატების შემთხვევაში: ჯგუფური ეტაპი, შემდეგ მეოთხედფინალები, ნახევარფინალები და ფინალი. ჯგუფში ავტომატურად მოხვდნენ 7 საერთაშორისო რაგბის საბჭოს წევრი, ანუ გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, ახალი ზელანდია, ავსტრალია და საფრანგეთი, ხოლო 9 დანარჩენი მოწვევით მიიღეს. ტურნირის განმავლობაში ახალი ზელანდია უპირობო ფავორიტი იყო, მათ იტალია 70-6 დაამარცხეს და ფინალში საფრანგეთს 29-9 სძლიეს, რითაც პირველი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ფინალზე დასწრება დღევანდელი ინფლაციის გათვალისწინებით მხოლოდ $65 იყო შესაძლებელი. მას მსოფლიო მასშტაბით 300 მილიონმა ადამიანმა მიადევნა თვალი, ვინაიდან მხოლოდ 17 ქვეყანაში გადაიცემოდა და 3.3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის შემოსავალი მიიღო. 1991 წელს ტურნირი ევროპაში ჩატარდა. მასპინძლობდნენ 5 ერის ქვეყნები: ინგლისი, ველსი, შოტლანდია, საფრანგეთი და ირლანდია. ეს იყო პირველი ტურნირი, რომელშიც მონაწილეთა შერჩევა საკვალიფიკაციო ტურნირების მეშვეობით მოხდა. ავსტრალიამ ყველა მატჩი მოიგო და ფინალში ინგლისი 12-6 დაამარცხა. 1995 წლის მსოფლიო თასი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ სპორტულად, არამედ პოლიტიკურადაც. ეს იყო პირველი ტურნირი, რომელშიც სამხრეთ აფრიკა მონაწილეობდა. ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შემდეგ
შემდეგ იგი დაბრუნდა მსოფლიო სპორტში. ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა ტურნირში მძლავრად ჩაერთო. მან ქვეყნის გაერთიანება რაგბის მეშვეობისცადა და მჭიდრო კავშირი დაამყარა გუნდის კაპიტანთან, ფრანსუა პინართან. სამხრეთ აფრიკამ ყველა თამაში მოიგო და ფინალში ახალ ზელანდიას დაუპირისპირდა. დაძაბულ მატჩში, სადაც დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო, აფრიკელებმა 15-12 მოიგეს და ქვეყნისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. ტურნირის წარმატებამ გამოიწვია 1999 წლის რაგბის მსოფლიო თასის გაფართოება. გუნდების რაოდენობა 16-დან 20-მდე გაიზარდა. შედეგად პირველად ისტორიაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შანსი გაუჩნდა ტურნირზე მონაწილეობის, თუმცა 1998 წელს რუმინეთთან გადამწყვეტი თამაში 4-ქულიანი სხვაობით დავთმეთ და ჩვენი მონაწილეობა ერთი ტურნირით გადაიდო. მატჩები უმეტესად უელსში გაიმართა. ფინალში ავსტრალიამ საფრანგეთი 35-12 დაამარცხა და გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც თასი ორჯერ მოიგო. 2003 წლის მსოფლიო თასი ავსტრალიაში ჩატარდა. 20 გუნდი 4 ჯგუფად დაიყო და თითო ჯგუფში 5 გუნდი განთავსდა. ეს სტრუქტურა დღემდე შენარჩუნებულია. ეს იყო პირველი ტურნირი, რომელშიც საქართველო მიასპარეზა, მაგრამ ვერც ერთი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა პირველი ლელოს დადება მაინც მოახერხეთ. ფინალში ინგლისმა მასპინძელ ავსტრალიას დამატებით დროში 20-17 ჯონი უილკინსონის ლეგენდარული დარტყმით ძლია და გახდა პირველი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდი, რომელმაც მსოფლიო თასი მოიგო. 2007 წელს ტურნირი კვლავ საფრანგეთში ჩატარდა. საქართველომ კი ისტორიაში პირველი გამარჯვება ნამიბიის წინააღმდეგ იზეიმა ანგარიშით 30-0. სამხრეთ აფრიკამ კვლავ გაიმარჯვა. ფინალში ინგლისი 15-6 დაამარცხეს. 2011 და 2015 წელი ახალი ზელანდიის დომინაციითაა ცნობილი, ვინაიდან ორივე ტურნირი All Blacks-მა მოიგო, თუმცა უშუალოდ 2015 წლის ჩემპიონატი ჩვენთვის ამ ეტაპზე ყველაზე წარმატებულია, რადგან საქართველომ ნამიბიასთან ერთად ტონგას ნაკრებიც დაამარცხა და ავტომატურად მოიპოვა მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება, რაც უნიკალური მოვლენა გახდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 2019 და 2023 წლებმა კი სამხრეთ აფრიკის დომინაციით ჩაიარა. თანაც 2019 წლის ღონისძიებამ ფინანსური რეკორდები დაამყარა. ეს იყო პირველი ტურნირი, რომელიც აზიაში, კერძოდ იაპონიაში ჩატარდა. მისთვის შეიქმნა 46,000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 350 მილიონი დოლარი იყო. მაუწყებლობის უფლებებიდან და სპონსორებიდან დაახლოებით 173 მილიონი დოლარი მიიღეს, ხოლო ტურნირის ეკონომიკურმა ზემოქმედებამ იაპონიაზე 5.31 მილიარდი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება 2023 წელს საფრანგეთში ჩატარებულ ტურნირს, სამხრეთ აფრიკამ გადამწყვეტ მატჩამდე რთული გზა გაიარა. მეოთხედფინალში მასპინძლებს 29-28 მოუგეს, ნახევარფინალში ინგლისს 16-15 და ფინალში ახალ ზელანდიას 12-11 ძლიეს. შედეგად სამხრეთ აფრიკა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 4 მსოფლიო თასი მოიგო და ასევე მეორე, რომელმაც ზედიზედ ორჯერ მოიგო ტურნირი. 2027 წლის მსოფლიო თასი ავსტრალიაში გაიმართება და გუნდების რაოდენობა 24-მდე გაიზრდება. საქართველოს კი უკვე განაღდებული აქვს მონაწილეობის უფლება. 2031 წელს კი ტურნირს პირველად ამერიკა უმასპინძლებს. მსოფლიო რაგბმა 1987 წლიდან დღემდე უდიდესი პროგრესი განიცადა, თუმცა ისეთი ძლიერი გუნდები, როგორებიც ირლანდია და საფრანგეთი არიან, ჯერაც ელოდებიან თავიანთ პირველ ტიტულს. ხოლო ტიერ 2-ის ქვეყნები, როგორებიც ჩვენ, საქართველო, ესპანეთი და პორტუგალია ვართ, ისეთი ტემპით პროგრესირებთ, რომ უკვე ჯგუფიდან გასვლის პრეტენზიები გაგვიჩნდა. ერთი სიტყვით, რაგბის მსოფლიო თასის პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მომავალში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა და სიურპრიზი გველის.